პირველი არხის თანამშრომლებისთვის და თითოეული თქვენგანისთვის 30 დეკემბერი ისტორიული თარიღია. საქართველოს პირველი ტელევიზია დღეს იუბილარია. 68 წლის წინ 1956 წლის 30 დეკემბერს მთაწმინდაზე განთავსებული ტელეხედვის სტუდიიდან მაუწყებლობა დაიწყო. ამ დღიდან მოყოლებული ჩვენი არხის ობიექტივით არაერთი ისტორიული მოვლენა გაშუქებულა და დღემდე ასე გრძელდება. უსველია მთავარი პრიორიტეტი მოგაწოდოთ ობიექტური და ამომწურავი ინფორმაცია ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ განვითარებული მოვლენების შესახებ. ასევე შემოგთავაზოთ მაღალი ხარისხის მრავალფეროვანი ტელეპროდუქტი. პირველი არხისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 2025 წელი. მომავალი წლიდან მაუწყებლობა ახალი საერთაშორისო სტანდარტების შენობიდან გაგრძელდება. ნახევარ საუკუნეზე მეტი ტელეეთერში ნახეთ შალვა სუმბაძის რეპორტაჟში. ამადავითის მთიდან ქალაქს მოეფინა ტელევიზიის სხივე. 1956 წლის 30 დეკემბერი. ზუსტად 68 წლის წინ ფუნიკული ორზე მთაწმინდის ანძასთან გახსნილი სადიქტორო სამაკეტო სტუდიის ერთ პატარა ოთახში ისტორიის წერა დაიწყო. ცისფერი ეკრანი ზუსტად 20 საათზე აინთო და ქალაქის მასშტაბით აღრიცხულ 40,000 ტელევიზორში ალექსანდრა მაჭავარიანი და ლია მიქაძე გამოჩნდნენ. ვირფათ მეგობრებო, ნება მიგოდეს ტელეხედვის სტუდიის ახალგაზრდა კოლექტივის სახელი. მოგივოცოთ ახალი წელი. ტელეხედვის სტუდიამ თავისი პირველი საახალწლო გადაცემა იმ ეპოქის გამოჩენილ სახეებს მიუძღვნა. კადრში რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მეფოლადე ამირან ფანსულაია და ქალაქის მთავარი არქიტექტორი ალექსანდრე თევზაძე ჩანდნენ. ტელესტუდია თავდაპირველად დღე-გამოშვებით მოუწყებლობდა. საეთერო ბადეში იყო დიქტორის მისალმება, მცირე პროგრამა, ზეპირი ინფორმაცია და ქართული ფილმის ჩვენება. დროსთან ერთად კი შავ-თეთრი გამოსახულება ფერადმა შეცვალა. მოუწყებლობის დაწყებიდან 10 წლის შემდეგ ტელევიზია ახალ მისამართზე, ლენინის 68 ნომერში, ანუ აქამდე არსებულ შენობაში, კოსტავას 68-ში გადმოვიდა. შეიქმნა საქართველოს ტელევიზიისა და რადიო მაუწყებლობის კომიტეტი. შეიცვალა საქართველოს ტელევიზიის პროგრამირება, გაიზარდა მასშტაბები და დაფარვის არეალი. წლების განმავლობაში იცვლებოდა ლოგო, შეფუთვა და სტუდიები. პირველ რიგში დღევანდელ დღეს 68 წელს ვულოცავ ყველა ყოფილ თანამშრომელს და ახლანდელ თანამშრომელს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს ტელევიზია თავისი დიდი ისტორიით, რომელიც 68 წელს ითვლის და უკვე მომავალ წელს მაუწყებლობას 100 წელი უსროლდება და ეს არის ქვეყნისთვის ძალიან დიდი ღირებულება, კულტურული მემკვიდრეობა, მოვიტყოდი, რომელიც კარგად უნდა გავითავისოთ, რას ვფლობთ აი ამ 100 წლის მაუწყებლობით. 10 წლეულების მანძილზე ტელევიზია ხშირად ხდებოდა ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ერთ-ერთი მთავარი ეპიცენტრი. ტელევიზიის კიბეებს არაერთი საპროტესტო აქცია, მიტინგი, შიმშილობა, გამოსვლები თუ მოწოდებები გამოუვლია. ოპოზიცია შენობაში შეჭრას ცდილობდა. დაცხრილულ ისტორიულ შენობას სამოქალაქო ომის ტყვიების კვალი დღემდე ეტყობა. მოამბე წლების მანძილზე ქვეყანაში ინფორმაციის ერთადერთ წყაროდ რჩებოდა. ჩვენს არქივში დაცულ უნიკალურ კადრებს შორისაა მოამბის ოპერატორების მიერ გადაღებული არაერთი ისტორიული მოვლენა. 9 აპრილი. დამოუკიდებელი საქართველოს პირველი არჩევნები. აფხაზეთის ომის ამსახველი ვიდეო მასალა და სხვა. ისევ და ისევ იმ ძველმა ადამიანებმა, რომლებიც ქმნიდნენ ამ ტელევიზიას, სხვადასხვა დროს მათ ხელმძღვანელობამ ეს ტელევიზია შეინარჩუნა, კიდევ უფრო რთული პირობები ჰქონდა, ვიდრე დღეს ჩვენ აქ და ახლა გვაქვს, რადგან ტელევიზიამ გამოიმარა ომი და ამ კიბეზე ხდებოდა სწორედ ეს პროცესები და ეს ადამიანები აქ იცავდნენ საქართველოს ტელევიზიას და ხშირ შემთხვევაში რაღაცა ხმას მოქალაქეებისთვის. რაც შეეხება დღევანდელობას, ესეთი სამართალ მემკვიდრე პირველი არხის ჩვენ ვართ დიდ ნაწილში, ისტორიის ნაწილში, თუმცა მეორეს მხრივ ჩვენ ვართ საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც ასევე ევროპის მაუწყებლობის ერთგვარი, ასე ვთქვათ, ჩვილია და მის წიაღში არსებობს. ჩვენ ვიცავთ ყველა იმ ღირებულებას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, იმ ყველა ეთიკას და სტანდარტებს, რომელიც თანამედროვე მედია საშუალებებს, საუკეთესო მედია საშუალებებს აქვთ და ვცდილობთ რომ შევინარჩუნოთ ის ძველი, რომელიც ასეთი ღირებულია თითოეული ჩვენგანისთვის, ჩვენი მოქალაქისთვის, მაგრამ ვიყოთ მუდმივად განვითარების ეტაპზე. უკვე 2025 წელს საზოგადოებრივი მაუწყებელი ისტორიის კიდევ ერთ ფურცელს გადაშლის. თუმცა ერთი განსხვავებით. კოსტავას 68 ნომერში პირველი არხი დაასრულებს მაუწყებლობას და ახალ მისამართს. პოლიტკოვსკაიას 31 ნომერში დაიდებს. თანამედროვე დიზაინის და არქიტექტურის შენობა ტელევიზიის, რადიოს და ონლაინ მაუწყებლობისთვის აუცილებელ პარამეტრებზეა გათვლილი და არხის პროგრამული პრიორიტეტების უზრუნველსაყოფად საინფორმაციო და კულტურულ საგანმანათლებლო
შემეცნებით გასართობი პროგრამების მოსამზადებლად უნიკალურ შესაძლებლობებს იძლევა. ქვეყნის პირველი ტელევიზიის ახალი შენობის აშენება მას შემდეგ გადაწყდა, რაც 1966 წელს არქიტექტორ არჩილ ქურდიანის მიერ დაპროექტებული ისტორიული შენობის ავარიულობა ექსპერტიზის დასკვნებაც დაადასტურა. არსებული შენობის რეაბილიტაცია კი ტექნიკურად შეუძლებელი გახდა. ეს არ იყოს მიზანი ახალი შენობა, არამედ იყო აუცილებლობა, რადგან სამწუხაროდ ეს შენობა ყოველფერს თავისი დრო აქვს, არის ავარიული და ხშირ შემთხვევაში შრომითი უსაფრთხოება არ არის დაცული. ამიტომ მე მიხარია, რომ სწორედ ამ გუნდმა ჩვენ ყოველფერი გავაკეთეთ ამ 4 წლის მანძილზე, რომ ახალი ინფრასტრუქტურა შეგვექმნა იმისთვის, რომ სწორედ ადამიანებმა, რომლებმაც თაობა გაზარდა ამ ტელევიზიამ და ჩვენთან მუშაობენ ძალიან მაღალი კლასის პროფესიონალები, შეძლონ და მაყურებელს მსმენელს საუკეთესო ფორმით ის ახალი გადაცემები და პროექტები შესთავაზონ, რომელსაც მისცემს საშუალება და უფრო გაუხსნის გზას, რომ ეს ყველაფერი ძალიან მაღალ ხარისხში აკეთონ. ამ ნაწილშიც მგონია, რომ ეს არის ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საქმე და მე ვფიქრობ, რომ 25 წლიდან, როდესაც უკვე სრულად ვიქნებით გადასული, ეხლა ცოტა რთული პერიოდი გვაქვს, რადგან ესეთი გამოცდილება ქვეყანას არ აქვს, რომ იყო პირდაპირ ეთერში, ანუ ერთ ფუნქციას ასრულებდა ძველ შენობაში და პარალელურად მეორე შენობიდანაც შეძლო მაუწყებლობა. ეს არის საკმაოდ რთული პერიოდი და პროცესი. ამაში გვეხმარებიან ჩვენი გერმანელი პარტნიორები და უკვე 25 წლიდან მაყურებელს ვფიქრობ საუკეთესო ფორმით, საუკეთესო შინაარს შევთავაზებთ. საქართველოს ტელევიზია საზოგადოებრივ მაუწყებლად 2005 წლიდან გარდაიქმნა და დღეს საქართველოს პირველი არხი 2 სატელევიზიო, 2 რადიო და ციფრულ პლატფორმებს აერთიანებს. 2025 წელს საქართველოში პირველი მაუწყებლობიდან 100 წელი საუკუნე შესრულდება. საქართველოს რადიომ ამიერკავკასიაში პირველმა 1925 წლიდან დაიწყო მაუწყებლობა. 2025 წლიდან არხის ყველა პლატფორმა მაუწყებლობას უკვე ახალი შენობიდან გააგრძელებს, რომელიც სრულად თანამედროვე სტუდიებით და ტექნიკით არის აღჭურვილი.